იცით რომ კომპანია ფაბრიკში რეგისტრაციებისთვის არის ბონუსები ჩვენთან, ანუ ჩვენ გველიხება ხელფასი ბრჭყალებში, იმიტომ ვიძახი რომ ჩვენს ანაზღაურებას ხელფასი არ ქვია, მომსახურების ანაზღაურება, აი ასე ქვია, როცა ბანკში გვერიცხება ხელფასი არ აწერია ჩვენს შემოსავალს. აწერია მომსახურების ანაზღაურება და ზუსტად მეც ამიტომ გეუბნებით რომ ბრჭყალებში ხელფასი, მაგრამ ეს არის მომსახურების ანაზღაურება. რაც უფრო მეტია თქვენს გუნდში დარეგისტრირებული გოგონების რაოდენობა, მით მეტია თქვენი შემოსავალი. ანუ წარმოიდგინეთ, ეს იგივეა, რომ თქვენ გქონდეთ მაღაზია და უბრალოდ გქონდეთ, იცი როგორი მაღაზია კი არა, საბითუმო მაღაზია და რაც უფრო მეტი მაღაზია წაიღებს თქვენგან პროდუქციას, მით მეტია თქვენი შემოსავალი და ლოგიკურადაც ასეა, ხო? როდესაც მაღაზიაში არის ბრუნვაზე ვართ დამოკიდებული. ანუ ასევეა ჩვენთანაც, რაც უფრო მეტი კონსულტანტი დარეგისტრირდება და განათავსებენ შეკვეთებს, ანუ რაც უფრო ბევრი მაღაზია, ესე რომ ვთქვათ, დარეგისტრირდება თქვენთან და შეიძენს, მით მეტია თქვენი შემოსავალი. რა თქმა უნდა, თქვენი დარეგისტრირებული კონსულტანტების, ანუ თქვენი მაღაზია, ესე რომ ვთქვათ, ისიც თუ დაარეგისტრირებს, შესაბამისად ისიც ისეთივე პრივილეგიებით ისარგებლებს, როგორც თქვენ. ანუ აქ არ არის ვინმე ზემოთ, ქვემოთ და ვინმეზე მაღალი ან დაბალი. აქ არის ყველასთვის ერთნაირი მარკეტინგი და თქვენ თუ დაარეგისტრირებთ თქვენს ქვემოთ კონსულტანტს, მაგრამ ის თქვენზე უკეთესად იმუშავებს, თქვენზე მეტი შემოსავალი ექნება. ანუ ამას იმიტომ ვხსნი, რომ არის ზოგიერთი ისეთი ქსელური ბიზნესი, სადაც ჩემს ქვემოთ, ნუ პირობითად ჩემზე ვიტყვი ახლა ამ მაგალითს, ჩემს ქვემოთ დარეგისტრირებული, ჩემზე ზემოთ ვერ წავა, მაგრამ ჩვენთან ასე არ არის. ანუ თქვენს ქვემოთ დარეგისტრირებული კონსულტანტი თუ კი კარგად იმუშავებს, ის რა თქმა უნდა თქვენზე ზემოთაც წავა. ანუ ამას იმიტომ ვუსვავ ხალხს, რომ ძალიან ბევრი კომენტარი შემომდის იმის თაობაზე, რომ აი ფაბერლიგში ვინც პირველად დარეგისტრირდა, ისინი ზემოთ არიან და აწი ვინც დარეგისტრირდება, ის ზემოთ ვერ წავა და ზუსტად ამიტომ ვხსნი ამას დეტალურად, რომ არა, ესე არ არის. ეს იგივეა, ეხლა ვინმე რომ ვიფიქროს, რომ ამდენი რესტორანია გახსნები და მე ვეღარ გავხსნი, იმიტომ რომ არ იმუშავებს. არა ხალხო, იმუშავებს მოსახლეობა ვიზიტების რაოდენობაში და ყოველთვის იმუშავებს ეს პრინციპი და თან რამდენსაც იმუშავებთ, იმდენია თქვენი შემოსავალი და ეხლა განვიხილოთ მაგალითი. მაგალითად, იცით რომ ჩვენთან იწყება 3%-დან, ანუ რას ნიშნავს ახლა ჩვენთან იწყება 3%-დან. ეს ხართ თქვენ და თქვენ თუ გექნებათ პირობითად 50 ქულა და თქვენ ერთ ადამიანს დაარეგისტრირებთ, რომელსაც ექნება, მოდი ეს წითლად გავაკეთებთ. იმასაც ექნება 50 ქულა. ანუ ჯამში ხო გამოვიდა 100 ქულა, ანუ 50 თქვენი, 50 ერთი კონსულტანტის. ჯამში გამოვიდა 100 ქულა და თქვენ ამ 100 ქულის 3% დაგიბრუნებთ კომპანია უკან და დაგერიცხავთ თქვენ. ანუ ოღონდ 100 კი არ გაგიყოფთ პირდაპირ 3-ზე. კოეფიციენტი გვაქვს ჩვენ 2 და 40, ანუ 100 გააორმაგებს, ესე რომ ვთქვათ და მერე გაამრავლებს 3%-ზე. ეს პირველი, ანუ 3%-დან 100 ქულიდან 3%-დან იწყება დარიცხვები. შემდეგ იზრდება, რაც უფრო გაიზრდება თქვენს გუნდში გოგონების რაოდენობა, ანუ ესენიც გააკეთებენ ზოგი 5, ზოგი 10, ზოგი 15, ზოგი 100 ჩაგეთვლებათ თქვენ. რა თქმა უნდა, ეს კონსულტანტებიც თუ დაარეგისტრირებენ, ფერადში ვაკეთებ, იმიტომ რომ კონსულტანტები მინდა წითლად გამოვყო, ესენიც თუ დაარეგისტრირებენ, რა თქმა უნდა, თქვა 50 ქულა. ესეც გეთვლებათ თქვენ, რა თქმა უნდა, ამასაც ეთვლება და თქვენც გეთვლებათ. და ასე მიდის პროცენტობა 3, შემდეგ იზრდება 6%, ანუ თქვენ თუ 200 ქულა გაქვთ, აი ამ მთლიანი ჯგუფის, აი აქაც რო წამოვა რეგისტრაციები, 6%, შემდეგ არის 600 ქულა, 9%, იზრდება, შემდეგ არის 1000 ქულა, 12%, შემდეგ არის 1500 ქულა, 15%, ეს ყველაფერი უნდა იცოდეთ ზეპირად თქვენს, იმიტომ რომ უნდა იცოდეთ საიდან რამდენი ამოგივართ ხელფასი. შემდეგ არის 2000 ქულა, 19% და შემდეგ არის 3000 ქულა და უკვე თქვენ ხართ დირექტორი და არის 23%. ანუ აქ არის უკვე დირექტორი. აი ეს არის ჩვენი 3000 ქულა არის დირექტორის წოდება და რა თქმა უნდა დირექტორის წოდებას როცა ხსნით, გერიცხებათ ბონუსიც და როგორც კი ამას გაიმეორებთ 8 კატალოგის განმავლობაში, ანუ ამას ვეძახით დადასტურებას, ანუ გავხსენით ერთ-ერთ კატალოგში გვაქვს 3000 ქულა, გავიმეორეთ 8
კატალოგი, ანუ რა თქმა უნდა გაიმეორეთ და უფრო ზემოთაც წახვალთ და უფრო მოუმატეთ, ანუ 8 კატალოგის გავლის შემდეგ გვერიცხება გარდა იმ შემოსავლისა, რაც 1800 ლარია ჩვენი ხელფასი ყოველ 21 დღეში თქვენ მიიღებთ დადასტურებისთვის ბონუსს. ბონუსი არის ერთჯერადი და ის არის 2400 ლარი. ეს მხოლოდ დირექტორობისთვის.